ღირებულებითი განათლება სკოლებში. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის შესახებ ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად. შემოგვერთდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ღირებულებითი განათლების კლუბი გახსნილია 50 საჯარო სკოლაში და პროგრამაში ჩართულია 1000-ზე მეტი საბაზო საფეხურის მოსწავლე. მსურველი მოსწავლეებისთვის კვირაში ერთხელ ტარდება საკლუბო შეხვედრები, რომლებსაც სასულიერო პირები სკოლის მასწავლებლებთან ერთად უძღვებიან. სწორედ ამ თემაზე ძალიან საინტერესო პროექტზე ვისაუბრებთ მამა ანდრიასთან და მამა გურამთან ერთად. მოგესალმებით. დააგლოცეთ ღმერთმა და გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენს გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. მამა ანდრია, მამა გურამ, ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელიც ხორციელდება სწორედ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, იდეით და პირველ რიგში მინდა სწორედ იდეაზე რომ მოგვიყვეთ. ამის შესახებ ხშირად იყო ჩვენ საზოგადოებაში საუბარი, რომ აუცილებელია რელიგიის სწავლება სკოლებში, მნიშვნელოვანია რომ თქვათ მოძღვრებთან გქონდეთ ურთიერთობა ჩვენს მოზარდებს და ახალ თაობას. ეს იდეა ხორციელდება, რაც ძალიან სასიხარულოა. აი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი რომ მოგვიყვეთ? ერთ-ერთი პირველი შეხვედრა პატრიარქთან მას შემდეგ რაც მოსაყდრე მეუფეშიო გამოირჩია მან სწორედ ამ მისიონერულ თემას შეეხო და მაშინ მეუფემ თქვა ასეთი რამე რომ დღეს არის პერიოდი, როდესაც არ უნდა ველოდოთ, როდის მოვა ხალხი ჩვენთან, არამედ უნდა მოუძებნოთ გზები მათთან მისასვლელი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა რომ სკოლებს ძალიან მოაკლდა საღვთო სიტყვის ქადაგება, დიდი ხნის პრობლემა იყო და უპირველეს მიზნად ავისახეთ ეს, რომ ახალგაზრდებთან ეს ხიდჩატეხილობა, რომელიც იმ პერიოდმა მოიტანა, როცა ეკლესიას ყველა მხრიდან უტევდნენ და მარტო ნეგატიური კუთხით იყო გაშუქებული ეკლესიის საქმიანობა, თავის შედეგი მოიტანა და ეს ხიდჩატეხილობა გარკვეული იგრძნობოდა. ჩვენ დავიწყეთ ჩვენს წიაღში საკვირაო სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამის წახალისება, საკვირაო სკოლები ზოგი რა თქმა უნდა ძალიან კარგ დონეზე იყო, მაგრამ აქ დაემატა ის, რომ პანდემიის დროს ჩაიშალა ბევრი პროცესი და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეძლიერებინა ის სკოლები, რომლებიც უკვე არსებობდა და ახალი სკოლებისთვის ხელი შეგვეწყო, გარკვეული დაფინანსება გამოიყო ამისათვის და სკოლებში ძალიან წარმატებული იყო ის, რაც გავაკეთეთ. 130-მდე საკვირაო სკოლა ჩამოყალიბდა, სადაც ხელსაქმესთან ერთად ბევრი რამ საგანმანათლებლო კუთხით გაკეთდა. მუდმივად იყო მცდელობა განათლების სამინისტროსთან მოგვეძებნა გზები, ფორმა, რა ფორმით შეიძლებოდა შესვლა, თქვენ იცით რომ მუდმივი ზეწოლა იყო ეკლესიაზე, რომ არ მოხდეს ინდოქტრინაცია და მსგავსი რაღაცა საბაბებით მუდმივად ხდებოდა ამ თემის ჩაკეტვა. არც არავინ იძლეოდა იმის იმედს და საშუალებას, რომ თუ თქვათ მოძღვარი გადამზადდებოდა პედაგოგიურ უნარჩვევებს მიიღებდა, რაიმე პერსპექტივა შეიძლება ქონოდა ბავშვებთან საღვთო სიტყვის ქადაგებას და პირველ რიგში მადლობა უნდა უთხრათ ჩვენ პატრიარქს მეუფეშიოს, რომ ამ სულ ყველაფერს ხელი შეუწყო. მადლობა უნდა უთხრათ ასევე ხელისუფლებას, რომელიც განათლების სამინისტროს სახით ჩვენთან ურთიერთობს და ბევრი ცდილობების შემდეგ, მოსინჯვის შემდეგ ესეთ სახეზე დავიდა ეს ყველაფერი. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ყველა ვიაზრებთ ქრისტიანობის მნიშვნელობას მთელს მსოფლიოში, მთელი სამყაროსთვის. ქრისტიანობა მოიცვა ყველა ასპექტი ადამიანის ცხოვრებისა, კულტურული, ხელოვნება, მეცნიერება და ძალიან ბევრია აწარმოებით, ძალიან ბევრია ხელოვნების ნიმუში, სადაც არის ავტორის მიერ ქრისტიანული სიტყვა გაშლილი.
და თუ კულტურული არის ადამიანი და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობა სწორედ ესეთი იყოს. მან უნდა იცოდეს ქრისტიანული მოძღვრების ნიუანსები. იმისათვის რომ სწორად გაიგოს ის რაც ხდება კულტურაში, ხელოვნებაში. ამიტომ ჩვენი მიზანი გახდა არა ასეთი კატეხიზაცია პირდაპირ. არამედ ვიფიქრეთ რომ მოზარდის გემოვნებაზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ მან დაინახოს რა მშვენიერია, რა კარგია და რა სრულყოფილი არის ის, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს. და აი ამ კუთხით წავედით ჩვენ რო ცოტა გაშლილად, გაზავებულად მიგვეწოდებინა ღვთის სიტყვა. მოვსინჯეთ ეს საკითხები და აღმოჩნდა რომ ძალიან საინტერესო არის. რა ფორმით ხორციელდება? ამაზე უკვე მამა გურამი გვესაუბრება, რა ფორმით მიგაქვთ ღვთის სიტყვა მოზარდებამდე, ახალ თაობამდე. როგორ ხდება ჩართვა, ვინ არიან ჩართული ამ დეტალებზე? კი ბატონო, მამაო მისაუბრა საიდან იწყებოდა ეს ყველაფერი, ცოტათი კიდე დავამატებ იმას, რომ პარალელურად ჩვენ 2019 წლიდან ერთის მხრივ მოზარდებთან და ახალგაზრდებთან და სკოლის მოსწავლეებთან ათასობით მოსწავლესთან ჰქონდა შეხვედრები, გარკვეული ტიპის საუბრები, ერთგვარი ანალიტიკა, რა აწუხებთ მათ, როგორ შეიძლება მათ მივაწოდოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამასთან ერთად იყო პარალელურად სასულიერო პირების შეხვედრები ფსიქოლოგებთან, ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან, პედაგოგებთან და ჩვენ დავაკვირდით, რომელი სასულიერო პირები იჩენდნენ ამ პროცესში ჩართულობის ინტერესს, ვინაიდან ჩვენ გეგმაში გქონდა საბოლოო ჯამში ზუსტად ეს, რაც დღეს განხორციელდა და დღეს სახეზე გვაქვს, ასე რომ ეს არ დაიწყო დღეს და არ დაიწყო გუშინე, საკმაოდ დიდი ხნის პროცესია. მეორეს მხრივ ერთის მხრივ გადამზადება სასულიერო პირებს და მეორეს მხრივ ზაობა განათლების სამინისტროსი უნდა ყოფილიყო ერთგვარად ერთად დამთხვეული, ამიტომ ჩვენ ძალიან წარმატებული პროექტი გქონდა პატრიარქის საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, თქვენი წელთან დაკავშირებით, მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ასეთი გაერთიანება არის იცანი, რომელიც მოგვეხმარა აი ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმით მიგვეწოდებინა მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ზოგადად საზოგადოებისთვის ქრისტიანული მარცვლები და აქცენტი გავაკეთეთ იმ წმინდანებზე, რომელიც ზუსტად პატრიარქის ორიენტირზე, პატრიარქის სულისკვეთებას და იმ ღირებულებებზე აკეთებდა ხაზგასმას, რომელიც მის ესე ვთქვათ პატრიარქობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოზარდებს გაეგოთ ეს ყველაფერი. ნუ ეს იყო ამბროსი ხელაი, ექვთი მეტაყაიშვილი, გრიგო ფერაძე და ასე შემდეგ. თქვენ იცით ეს ყველაფერი და ეს იყო თავიდან ცოტა მეცნიერული კუთხით, თუმცა მე უკვე გადავიდა მცირედი, ესე ვთქვით, დრამატურგია შემოვიდა და თეატრალური, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ცოტა გასაგებად, ემოციურად დარჩენილიყო ეს ინფორმაცია და ამან ძალიან მაგრად იმუშავა, ძალიან კარგად იმუშავა და ძალიან მნიშვნელოვანი უკავშირი ჰქონდა. ეს რა თქმა უნდა დაიწყო საკვირაო სკოლებში, საკვირაო სკოლები იყო ის პლატფორმა, სადაც ჩვენ ჩვენი თავი მოვშინჯეთ, ჩვენი შესაძლებლობები მოვშინჯეთ და დავამატებ მამაო იმასაც, რომ საკვირაო სკოლებში რეალურად ჩვენ პედაგოგები გადავამზადეთ სანამ ისინი ღირებულებებზე და ეკლესიაზე და ზოგადად რელიგიაზე დაუწყებდნენ ბავშვებთან საუბარს და მივეცით მათ სერტიფიკატები კი ჩვენ შეგვეძლო ჩვენი სივრცე იყო თვითონ თავისინებით მოდიოდნენ მოქალაქეები და ბავშვები თუმცა მაინც ჩვენ არ დავჯერდით და განათლების სამინისტროს უბრალოდ მაშინ პირველად დაგვეხმარა. როდესაც ეს უკვე ერთის მხრივ მომზადებული სასულიერო პირები იყვნენ შედარებით რაც ქონდა საჭიროება და მეორეს მხრივ ეს სპექტაკლები შევიტანეთ სკოლაში. სკოლამ იმდენად კარგად მიიღო და ისეთი კარგი გამოხმაურება იყო, რომ წელიწად ნახევარში თუ არ ვცდები 500-მდე პროექტი განხორციელდა და რესურსი, ფინანსური რესურსი საკმაოდ უსასყიდლოდ მათთვის, სკოლისთვის, რომ იტყვიან გაიშალა, გაიხსნა კარი და მათი მოწოდება იყო, აი რა გაქვთ კიდე ესეთი მსგავსი, რა შეიძლება რომ ჩვენ კიდევ გავაკეთოთ სკოლაში. და ზუსტად მაგ დროისთვის ჩვენ უკვე გქონდა საკვირაო სკოლებში ერთის მხრივ სპექტაკლი, მეორეს მხრივ სოციალური პროექტები მოხდა თავშესაფარების ბავშვის მიყვანისა, ასევე იყო ეკოლოგიური პროექტები ხის დარგვის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა გაიცანი შენი ქალაქი და ეს კულტურული შემოქმედებითი მრავალი ესე ვთქვათ სხვადასხვა პროექტი, რომელსაც სხვადასხვა საკვირაო სკოლაში ვახორციელებთ.
და აქ მოხდა უკვე გაერთიანება, ერთის მხრივ კარი გაიხსნა და მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ გკითხეს რას გვთავაზობთ, ჩვენ ვთხარით, აი ერთი კლუბი, რომელიც თავისუფალი ფორმატით ხორციელდება, შეგვიძლია დავაარსოთ სკოლაში და ეს იყოს ერთგვარი კერა, სადაც აი ეს ყველაფერი მოიყრის თავს. ანუ ჩვენ რა რესურსსაც ხარჯავთ, ისევ როგორც უწმინდესმა და მეუფეშემ გვაკურთხეს, საზოგადოებაშივე დაბრუნდეს ის რესურსი, რაც საპატრიარქოს შეუძლია რომ გაიღოს, აი ზუსტად შეგვიძლია სკოლაში ეს ერთი კერა გავხსნათ და მაშინ დაიწყო საპილოტე 20 სკოლა. დიახ. შემდეგ კიდე გადამზადდა სასულიერო პირები. ფაქტობრივად სამი გადამზადება არის ეს, რომ მაინც რო ვიცოდეთ, ეს არის აი საკვირაო სკოლის საბაზისო, შემდგომ უკვე ღირებულებითი განათლების პირველი დაწყებითი ეტაპი და კლუბის გახსნის. ფაქტობრივად და მე უკვე არის პრაქტიკული ცოდნა. ჩვენ ფაქტობრივად იმ სასულიერო პირებს, რომლებთანაც კომუნიკაცია გვაქვს, აი ხლა ამ წუთისთვის 50-დან და კიდევ ამზადებთ 20 სასულიერო პირი არის. ამის გარდა კიდე ეპარქიებშია და 100-მდე სასულიერო პირი. მუდმივად მთელი წლის განმავლობაში მიდის გადამზადება, სულ მიდის დახვეწა და პროფესიონალების ჩართვა, პედაგოგები, ფსიქოლოგების და ასე შემდეგ. აი ეს 50 სკოლა, რაც ჩვენ თავში ვახსენეთ, თბილისის სკოლებზია საუბარი თუ ეპარქიის სკოლებსაც მოიცავს? ეს 50 სკოლა არის თბილისში, ჩვენ შარშან ქონდა საპილოტე პროგრამა და იქ იყო 24 სკოლა, დავაკვირდით ჩვენ შესაძლებლობებს, დავაკვირდით უკავშირი როგორი იქნებოდა და მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთ სკოლაში მოთხოვნა იყო, რომ 2 და 3 კლუბი გახსნილიყო, იმიტომ რომ ბავშვების რაოდენობა კლუბში შეზღუდული გვაქვს 25 ბავშვზე მეტს არ რიცხავთ ამ კლუბში, რომ იოლი იყოს კომუნიკაცია ხდება ბავშვებთან, ცოტა უფრო მეტ რესურსს მოითხოვს და მეტ დროს. და აჩვენა ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება. ამიტომ შესაბამისად გაიხსნა საშუალება იმისი, რომ დანარჩენ სკოლებზეც გავსულიყავით. მნიშვნელოვანი არის ეს ძალიან, მე მინდა მოძღვრებს მიულოცო კიდევ ერთხელ სტუდიიდანაც, რომ მათ საშუალება ექნება წლების განმავლობაში ეს პედაგოგიური მათი გამოცდილება კიდევ უფრო დახვეწონ. მათ საშუალება ექნებათ, რომ ჰქონდეთ უშუალო შეხება ბავშვებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და ეს სოციალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სასულიერო პირები ძალიან ღირსეული ხალხია და ეს ურთიერთობა კიდევ ერთხელ შეაშველებს ხელსიმხით ჩატეხილობას, რომელიც აი ამ საინფორმაციო პროპაგანდით და ნეგატიური საინფორმაციო ნიაღორით ნეგატიურ შედეგს იძლეოდა ზოგადად ურთიერთობებში. დარწმუნებული ვარ, მამა ანდრია, მამა გურამ, საზოგადოებას ალბათ გაუჩნდება კითხვა იმ სასულიერო პირების კრიტერიუმზე, ვინც შეირჩნენ, ვინც გადაბზადდნენ, რომლებსაც უნდა გქონდეთ მოზარდებთან, სკოლის მასწავლებლებთან საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მოხდა გადამზადება და არა უბრალოდ ნებისმიერი სასულიერო პირი, ხო? ამით არ ვიძახი, რომ ბავშვად სხვა შეიძლება განათლება არ ქონდეთ, ცოდნა, მაგრამ სპეციალურად გადამზადდნენ. როგორ ირჩევა ეს სასულიერო პირები, თქვენ ძალიან რომ კიდევ 20 გადამზადდება და გადამზადების ეტაპი რას გულისხმობს და ვის მიერ ხდება გადამზადება? რა თქმა უნდა, გადამზადებაში ჩართული არის განათლების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიო ეროვნული გადამზადების ცენტრი და იქ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მაშინ ბატონი ბერიკა იყო შუგაკიძე, მან ძალიან დიდი როლი ითამაშა და პირადად მოგვამაგრეს ორი პროფესიონალი ვფიქრობ, ანიკო დუხაშვილი და ქალბატონი მან ჯინჭარაძე, რომელთანაც მე გუნდია, რომელიც გვეხმარება მაქსიმალურად. აუცილებლად უნდა ითქვას რესურსთან დაკავშირებით, ვინაიდან რესურსიც მაქსიმალურად გათვლილი არის მოზარდზე, იქ აქტივობებზე, არა მხოლოდ რაღაცა ეს ქადაგებითი სახით ეს არის, არამედ ჯერ ინტერაქცია, იქ რა დონე გვაქვს ბავშვებთან, მათი ჩართულობა და ასე შემდეგ სხვადასხვა როლური თამაშია და იმ სტანდარტით არის რეალურად რომ დაინტერესება მოხდეს. სასულიერო პირებს პირველ რიგში რა თქმა უნდა ახლა სურვილით ვარჩევთ, თუმცა ძალიან დიდი მოთხოვნა არის ესე ვთქვათ მეუფეშიოს ესე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის მთავარი მოგზალებით რუდუნებით და დიდი სიფრთხილით მოზარდებთან და არა რაღაცა დარწმუნებულობით რომ აი ჩვენ ესე ვთქვათ შევძლებთ ამას. ამიტომ ეს გვაძლევს მე საშუალებას რომ ყოველი ჩართული ამ პროცესში ყოველი ესე იგი მოძღვარი მაქსიმალურად მზაობაში გამოთქვავდეს რომ მუდმივად ახალი შეიძინოს, ახალი უნარი და ერთგვარად გაკვეთილზეც არ არის პროცესი, რომ აი რაღაცა ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ. არამედ
შევიტანოთ აი ქრისტიანული სიმშვიდე, სიყვარული, პატივისცემა, იგრძნობოდეს მოძღვრისგან, რომ მისთვის არის გარემოს შექმნა მნიშვნელოვანი. როგორც კი ესეთ გარემოს ქმნი, აი ბავშვებს არ უნდათ რეალურად გაკვეთილებიდან გასვლა. ეს წელი, რომელიც გავატარეთ, ფაქტობრივად საპილოტე იყო და ესეთი გამოწვევაც იყო, იმიტომ რომ გაკვეთილების მერე იყო შეხვედრა. და თითქოს ისეთი ანუ შემოთავაზება იყო, აი თუ გნებავთ, ხო, თუ გნებავთ, შეგვიძლია შეგიშვათ აი გაკვეთილების შემდეგ. ესეთი ის იყო რა და ჩვენ ახლა მართ ერთი სხვი წოთა შევშინდით, მაგრამ მოდით ჩვენ თავსაც გამოწვევა გავუკეთოთ. რამდენად შევძლებთ ჩვენ ბავშვების დაინტერესებას, რომ ბავშვები დაღლილები, ესე ვთქვათ, ეჩქარებად სკოლიდან წასვლა, შივრები სხვათა შორის ხო, ხშირად ჩვენ მოძღვრებს რაღაცა ტონის პური მიქონდათ და ესეთი რაღაცა ესეთი შეზღუდვებიც იყო ამასთან დაკავშირებით არ არის მარტივი იქ შეიძლება რაღაცა კანონმდებლობა დაარღვიო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა და ასე რომ ბაქ სირთულებსაც წავაწდით და ნახეთ რა მოხდა რეალურად კლუბში ერთიანდებოდა მაინც უამრავი ბავშვი და ჩვენს მოძღვრებს მოუწიათ ერთ სკოლაში აი მაგალითად ერთ-ერთი მოძღვარი მამა ნიკოლოზ 4 კლუბი ქონდა, მამა საბას 3 კლუბი ქონდა ერთ სკოლაში და ფაქტობრივად თითქმის ყოველდღე დადიოდა სკოლაში სრულიად უანგაროდ და უფასოდ. და ნახეთ როგორი რაღაცა არის, როცა ესეთი პათოსი არის, ეხლა მამა მობძანა რომ 25 ბავშვს მეც ვერ ვიღებთ. რატო? ჩვენ შეგვიძლია რომ ეხლა იცით რომ ქადაგება შეიძლება 100 ადამიანთანაც აწარმოო, მაგრამ ჩვენი მიზანი არის თითოეულ ბავშვთან მისვლა, თითოეულ ბავშვის ხმის გაგონება და მისი გულის ტკივილის, სიხარულის როგორი წარმოდგენა აქვს ზოგადად ამ ფასეულობებზე, აი იმასთან მისვლა. ამიტომ არ გავდივართ მაინც და მაინც რაოდენობას. და ხვალდაზე ზუსტად მაგასაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი რაოდენობის და ხარისხის დახვეწით რაღაცნაირად ეს ყველაფერი გაიზრდება. ერთი კითხვაც მაქვს, როგორ ხდება სკოლები თავად გიკავშირდებიან, აი ეს პროცესით რო თქვა დავუშვათ, როგორ ხდება მათი ჩართულობა? ვერ აუდივართ ახლა მოთხოვნას რო გითხრათ. როგორც კი გავრცელდა ეს პროექტი? როგორც კი გავრცელდა ეს პროექტი და მანამდეც ასე იყო, ანუ იქ 24 სკოლა რომ მოვიცავეთ შარშან საპილოტე, მაშინაც იყო უკვე მოთხოვნები და ახლა დაანონსდა ეს და როდესაც უკვე ოფიციალურად შეიქმნა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა განათლების სამინისტროში მოთხოვნა ერთიორად გაიზარდა და უბრალოდ ბოდიშს უხდით ყველას, ვისაც უნდა ამის გაკეთება და ეხლა არ შეგვიძლია, მაგრამ ვპირდებით, რომ მომავალში აი ამ გადამზადების პროცესის პარალელურად ჩვენ ამ სკოლებსაც მოვიცავთ, ვისაც ექნება. მუდმივად გიწევთ კადრების მოძიება, ხო? კი, მუდმივად გვიწევს ეს. მამა გურამა თქვა, რომ შარშან უანგაროთ სასულიერო პირები მთელი წლის განმავლობაში ამ ბავშვებთან ურთიერთობდნენ და ბევრი მათგანი ამსად იყო რომ წელსაც იგივე გააკეთებინა, თუმცა უნდა ითქვას ისიც რომ განათლების სამინისტრო მას შემდეგ რაც ეს უკვე საპილოტემ გაამართლა და ესეთი სვლა მიეცა ჩვენს ამ წამოწყებას უნიშნავს ხელფასს 500 ლარის ოდენობით თითო კლუბში მონაწილე აი ამ სასულიერო პირს ექნება ხელფასი და ეს არის ძალიან სასიხარულო. ეხლა ეს ვერ შეიძლება ეწყინო თქვას რომ აი კიდე ფულს ხარჯავენ ეკლესიაში და მოძღვრს არ აქვს საქმე რაში არის იცით რომ აი ფულს ხარჯავთან დაკავშირებით ახლა უდიდესი რესურსი დავაბრუნეთ ისევ განათლებაში. ჩვენ ვიცით რომ კვლევაც კი ჩაატარეს დამოუკიდებლად შეიძლება ითქვას რომ ჩვენმა ოპონენტებმა და გულწრფელად მადლობა მინდა მათ უთხრა რომ გულწრფელად დადეს რეალობა რომ გამოყოფილი თანხის 90%-ს ეკლესია ხარჯავს ისევ განათლებაში. ეს არის პატრიარქის ლოცვა კურთხევა რომ დაუბრუნოთ ხალხს აი ამ კუთხით. უნდა ითქვას რომ ის რაც კეთდებოდა საპატრიარქოს სკოლებში ის რაც კეთდება საკვირაო სკოლებში და ის რაც გაკეთდება აი ამ კლუბებში ეს არის უნიკალური რამ ეს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ეკლესიამ და მხოლოდ სასულიერო პირმა შეუცვლელი რამე არის ეს იმიტომ რომ ღირებულებითი განათლების კუთხით თქვათ პატრიოტიზმიც თუ თქვათ და წესიერებაც და ქვეყნის სიყვარული იქნება ეს თუ სხვა რამ საათნობები გაშლილი არის სხვადასხვა საგანში თქვათ იგივე სამოქალაქო განათლებაში თუ ისტორიაში თუ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მაგრამ სიღრმისეულად ქრისტიანულ ფასეულობებზე გასვლა შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც თვითონ არის ამაში, ესე ცხოვრობს, ამას თვითონ არის გარკვეული ამაში და ესე ცხოვრობს. დიახ.
მინდოდა მეთქვა ისიც რომ ჩვენ ძალიან გვახარებს რომ ეს არის გზა და მეთოდი რომელიც თავის დროზე უწმიდესმა მონტარესმა ჩვენმა პატრიარქმა დაამკვიდრა ჩვენ გვახსოვს რომ მასთან ძალიან ხშირად იყო შეხვედრები კულტურის წარმომადგენლების, ხელოვნების მეცნიერების ცნობილი ხუთშაბათობები თვითონ დადიოდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც ეხებოდა თქვათ სამეცნიეროს თუ ხელოვნებით დარგს და გვაჩვენა ერთგვარი გზა და მეთოდი, როგორ შეიძლება საზოგადოება გაერთიანდეს. კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო, რომ ჩვენი აი ეს პროგრამა ორიენტირებული არის დღევანდელ საჭიროებებზე. ძალიან ბევრ ადამიანს მოძღვრებიდან გამოცდილება ქონდა ბავშვებთან ურთიერთობაზე და ჩვენ დაგვიგროვდა გარკვეული პრაქტიკა და გამოცდილება, რა აინტერესებს ბავშვებს. ყოფითი საკითხები აინტერესებს მათ, როგორ დაინახონ ესა თუ ის მოვლენა, რაც საზოგადოებაში ხდება ქრისტიანული თვალით. ძალიან ბევრი შემთხვევა არის, როდესაც ბავშვები შეკითხვას სვამენ, თქვათ, როგორი უნდა იყოს მეგობრობის ფორმა, თქვათ, ადამიანებთან, რომლებიც ნაკლებად მორწმუნენი არიან, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლები არიან. მათ აქვს შეკითხვები, თქვათ, რატომ არის ქრისტიანობა ყველაზე გამორჩეული და ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს არის საკითხები, რომელსაც მოძღვარმა უნდა გასცეს პასუხი. ამიტომ ვამბობ, რომ შეუცვლელი არის ამ შემთხვევაში ის საქმე, რასაც კლუბში შეიძლება აკეთებდეს მოძღვარი ბავშვებისთვის. ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ ნეგატიურ მოვლენას დღეს საზოგადოებაში და ვცდილობთ, რომ ამაზე იყოს პასუხი ამ ჩვენს შრომაში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სწორი ორიენტირები, მათ შეაფასონ სწორად. რა ცდება ქრისტიანულ სწავლებას და ღირებულებას და როგორია სწორი ნაბიჯი აი ამასთან მიმართებაში. თუ შეიძლება უკვე გარკვეულ შედეგებზეც ვისაუბროთ, მამა გურამ, რაც მოყვა ამ პროექტის განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ არის გასული, აი ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ერთი წლის განმავლობაში სრულიად ესე იგი ენთუზიაზმზე ჩვენი სასულიერო პირები შედიოდნენ სკოლებში და ხდებოდნენ სასულიერო ბავშვებს. დიახ. ჩვენ მოვისმინეთ იმ დირექტორების შეფასებები, იმ სკოლის დირექტორების შეფასებები, სადაც შარშან შედიოდა მოძღვარი და სადაც დაფუძნდა კლუბი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბში შეიძლება იყოს 25 ბავშვი, მთელ სკოლიდან 25 ბავშვი ან 50, თქვა, თუ ორი კლუბი არის, მთელ სკოლაში შეიცვალა ქცევა. იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა აი ამ აქტიობებს, აი ამ საუბრებს, იმ 25 ბავშვიდან გავლენა მერე სხვაგან გადის, იქ სადაც საუბარი არის მეგობრობაზე, როგორი სიღრმისეული არის ეს მეგობრობა, რა არის თავისუფლება, რა არის სიყვარული ქრისტიანული თვალსაზრისით. ამას შემდგომში შედეგი მოსდევს ის, რომ ურთიერთობებში ვლინდება ეს ქადაგება, ეს ცოდნა და ეს სიტყვა უკვე, რაც არის ძალიან სასიხარულო. უკვე გვაქვს შედეგი. და ერთი კითხვა უცებ გამიჩნდა ახლა, როცა საუბრობდით თქვენ შეიცვალა ქცევა სკოლაშიო. აქ არის გარკვეული ასაკი, ზღვარი კონკრეტულ კლასებზეა საუბარი? კი, მნიშვნელოვანი კითხვაა. წინა წელს ჩვენ დავიწყეთ საბაზო საფეხური, ანუ რომელიც მოიცავდა მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასებს და ეხლა იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ დავავიწროვეთ ამ წელს და ეს არის მე-8, მე-9 კლასი. რატო? იმიტომ რომ ყველაზე ესეთი გარდა ტეხის ასაკის ყველაზე კრიზისული პერიოდია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გვირჩევს, რომ რა თქმა უნდა თავიდანვე ბავშვობიდანვე ჯობია იმ მარცვლის ჩაგდება. ამიტომ ესეთი რაღაც მოხდა. ნახეთ, თვითონ გეგმაში გაიწერა ესეთი რამ, რომ პირველი შეხებები მოძღვარს, ამ მოძღვარს, რომელმაც კლუბი დაარსა, იქნება დაწყებითებთანაც თვეში ერთი შეხვედრა, სადაც შეიძლება ბავშვურ ენაზე პატარა მარცვლის ჩაგდება, გაცნობა, ვინაიდან იქ რო შედიხარ სკოლაში, ყველა რაღაცა განსაკუთრებულად გიყურებს და მნიშვნელოვანია შენი სწორი პოზიცია და სწორი როლი, რომ აი ზუსტად ის გარემო შეცვალო რაღაცნაირად, ხო? ის რაღაცა ერთმანეთის შეჯიბრის და გადარბენის ერთმანეთზე თავის გადავლის სკოლა ძალიან ესეთი რთული სტრუქტურაა, ხო? და ეს შეხება არის მე-9 კლასთან, როგორც პრიორიტეტი ავირჩიეთ, ამ ეტაპზე სხვა გზა არ ქონდა, თორე რა თქმა უნდა, რატომ არა
არა მე-7, მე-6 და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა არის არჩევითი საგანი კიდევ, რომელსაც სკოლა ირჩევს, ეს არის მე-11, მე-12 კლასელები. ანუ ფაქტობრივად ამ სასულიერო პირს ხვალის პერსპექტივით ექნება შეხვედრა ანუ მარცვალი იმ დაწყებითში, მე აქ რაღაც ეს კონკრეტულად საბაზო იქნება ამ ადგილზე, სადაც მე-9 კლასი და ის შეეხება მე-11, მე-12 კლასელებს. არჩევითი საგანი. ძალიან მნიშვნელოვანია ორი მომენტი, რომ ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაცა რატო სხვა რელიგია, რომ ჩვენ რეალურად საუბრობთ ღირებულებებზე და ღირებულებებს თუ არა ეკლესიას და საქართველოს ეკლესიას ჩვენ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში აქვს ღირებულებებზე საუბრის უპირატესობა ამ შემთხვევაში ვფიქრობთ და ჩვენ გაკვეთილებზე სხვათა შორის სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც არიან, იმდენად მორგებული არის ეს ფორმატი გაკვეთილისა. ამიტომ ჩვენ ესე ვთქვათ ეს უპირატესობა ვფიქრობ, რომ გვაქვს. მეორე ეს არის ანუ თავისუფალი არჩევანია ბავშვის და ჩვენ გვაქვს ფორმა შობლის ნებართვის. ასე რომ შობელს ვეკითხებით ჩვენ პირველ რიგში მისი შვილი უნდა თუ არ უნდა ამ გაკვეთილზე ყოფნისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ კლუბის პრაქტიკა სკოლებს თავიდანვე ქონდა და სხვადასხვა კლუბია სამოქალაქო, ფიზიკის, ინგლისურის და ასე შემდეგ. მაგრამ რატომ არ უნდა ქონდეს თქვათ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლის კლუბის დაარსების უფლება, რომელიც ნებაყოფლობითია და კიდევ ვიძახი ჩვენ არ დავიშურებთ რესურსს, რომ მაქსიმალურად გადავამზადოთ ყველა პედაგოგი და ეს იყოს ფრთხილი, პროფესიონალური და ბავშვებისთვის სასარგებლო მიდგომები. ძალიან დიდი ბრძანება. რადგანაც მამაგურამი ამ თემას შეეხო, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს რეალობაში თქვათ საუბარი პროზელიტიზმზე ან ინდოქტრინაციაზე არის სრულიად ხელოვნურად მოგონილი, რადგანაც ჩვენ არ ვცდილობთ რომ სხვა რელიგიის მიმდევარი მოვაქციოთ თქვათ მართლმადიდებლობაზე. თუმცა ესაც ჩვენი საქმეა, მაგრამ როდესაც გვეუბნებიან რომ სეკულარულ სახელმწიფოს ვაშენებ და ეს ზღვარი უნდა იყოს დაცული, სრულიად ხელოვნურად შემოაქვთ ეს თემა, რადგანაც ჩვენ შევდივართ ბავშვებთან, რომლებიც არიან ქრისტიანულ კულტურაში გაზრდილი, მათი მშობლები არიან ეკლესიის წევრები, ეს ბავშვები არიან მონათლულები და ამიტომ აქ სრულიად უადგილო არის რაიმე ასეთი დაბრკოლების ხელოვნურად შექმნა. ძალიან დიდი მადლობა. ერთს დავამატებ გამოგჩალა. მე მინდა რომ 70 მასწავლებლის როლი გამოვყო, რომელიც რელიგიის ისტორიით არის შესული სკოლაში. ეს არის მეუფე იოანეს ძალიან დიდი დამსახურება, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისე ძალიან დაუზოგავად შრომობენ ამისთვის და ეს რაღაცა შედეგიც რო ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ფონზე აი ესე ჩვენც რაღაც 70 სკოლა ამ 50-ის გარდა არის. ანუ მთლიანობაში ნენელა ვცდილობთ რომ მოვიცვათ ეს ყველა. და კიდევ უფრო გაიზრდება მასშტაბი, რა თქმა უნდა, ამ პროექტის სალაპარაკო ბევრია თქვენ აღნიშნეთ. მამანდრია და ჩვენ დაუბრუნდებით ამ თემას. იქნება ზუსტად. გვეწევთ ხოლმე ახალ სიახლეებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.